ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მიმართავს და მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს. კოდუას განცხადებით, კამპანიის პერიოდში 20,000-მდე მოქალაქეს შეხვდა. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის სპორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას. შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლაც, ახალ სამუშაო ადგილებს, ზუგდიდს აქვს განსაკუთრებული ისტორიული როლი. ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან. ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით ამ გზას აუცილებლად ერთად გავივლით.